ძალიან დიდი ღბალშია და ეს ღბალი აქვს კარმაში. ანუ ზევიდან, სამყაროდან, უფლისგან გადაწყვეტილია, რომ ღბალი იყოს მის თავს. ღბალი იყოს მის თავს და მისი თავი ერთიანმა შეცვალოს ორიანით. უყურეთ ბოლომდე და მიხვდებით რაზე ვლაპარაკობ. ძალიან ჩქარობს მისი გაერთიანება, გამთლიანება, მის ოჯახში სიყვარული, სისავსე, ბედნიერება და გონიერება. ეს ძალიან ჩქარობს. აი, საათები თუ არა დღეებია დარჩენილი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ვინც ახლა ფიქრობს, რომ ეს მისია მას ეკუთვნის, დაბნელდება მისი მხარე და თავად აიღებს თავის მმართველობას. ანუ მასთან იქნება ის, ვინც მის ინტერესებში იქნება, მასთან იქნება ის, ვინცაც ის ეყვარება, იზრუნებს და არა ის, ვინც აი ესე მთვარესავით მუხანათურად იყო. ვიყავი ესე, იყენებდა და არ პატრონობდა. შეიცვლება, ყველაფერი შეიცვლება ახლისკენ, თუმცა დიდი ნერვიულობა იქნება გადასატანი ორივე მხრიდან. ძალიან დიდი ნერვიულობა. და მაინც რა ხდება მასთან, ვისაც ესე ძალიან გაინტერესებთ? რა ხდება ამ შვენიერების, ამ უნიკალური, ამ საოცარი პატრონის მიმართ, რომელიც სახელად არის პატრონი, თორე ხრავს და ჭამს. ნახეთ თავზე როგორი ვირთხები აზისწი, როგორი კუბოს არკანია. კარგი არაფერი არ მოხდება, რადგან მისი გადარჩენა კარმული საკითხია, მაშინ ის, ვინც მას ტანჯავს, აანადგურებს, აუბედურებს და სიცოცხლეს უკლავს, მისთვის იქნება ძალიან მძიმე. ვერაგობა აღარ წავა, ვერაგობა რაც ადრე გადიოდა, ეხა კუბოს სახლშია. გაიმარჯვებს სიყვარული, გაიმარჯვებს ერთგულება. მზე ამოვა მის თავს, ამოვა მზე. წამოვა ძალიან კარგი ხელშეკრულებები, ძალიან კარგი კანონები, გამართლებული, მისთვის საჭირო. ხოლო ვინც ვერაგია, ვირთხასა და კუბოს სახლს შორის იმოძრავებს. რა არის გამოსავალი? გონიერება, დიდი გონიერება, დიდი სულოვნება, ფესვები, ისტორია და განვითარება, ახალი ადამიანები, ახალი თაობა, მყარი პოზიციები, მოვა ახალი შესაძლებლობები. თუმცა თავიდან იქნება დიდი ტკივილი და იყო დიდი ტკივილი და შეიცვლება დიდი შესაძლებლობებით, დიდი შანსებით მისთვის. ხოლო აი ამისთვის ყველაფერი რანაბიჯიც არ უნდა გადადგან, მათ გაანადგურებს, მათი აღსასრული. ცხადია პირდაპირ გაგებით არა. სირთულე არის ძალიან მძაფრი, ძალიან მკაფიო, მაგრამ ღმერთის თანადგომაა. ეს სირთულეც ერთგვარი კარმაა და გადაწყდება ეს და დაიწვება ეს კარმა. ძალიან დიდი მღელვარება იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არის რაღაც მნიშვნელოვანი შორიდან მოსული საბუთი, წერილი, დოკუმენტი, ხელშეკრულება, რომელიც მოუტანს იღბალს, დიდ იღბალს. რა იქნება? იქნება ახალი ენერგია, ახალი მთავრობა, ვიტყვი. აი როგორი ვარსკვლავური მყარი, ისტორიაზე და მომავალზე დაფუძნებული. თუმცა ახალი სისხლი. მართლაც ოცნებებს აახდგენს, მართლაც საოცნებო ენერგიებს მოუტანს ამ ქვეყანას. ეს კარმულია, ეს ასე არის და ასე იქნება. ძალიან თბილი, მოსიყვარულე, ენერგიული, ერთგული, გულით ანთებული, ზრუნველი,
პატრონი ეყოლება ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის პატრონები ჩვენ ვართ ყველანი. ნუ გონიათ რომ ერთი ვიღაცა იქნება ან ორი კაცი, არა. ჩვენს გულებში უნდა ვიყოთ ქვეყნისთვის აი ესეთი ენერგია, როცა მოვიდა, როგორც მცველი, როგორც ერთგული მსრუნველი. თვალებში შევციცინოთ ჩვენს ქვეყანას და გავუფრთხილდეთ. მართლაც გასაფრთხილებელია. აი ესეთი გაშლა გამოვივიდა დღეს რო არ გამიშალა, არ შემეძლო. რომ მეც თანამონაწილე ვარ ამ ყველაფრის და ვიტყვი დღევანდელ ლოზუნგს სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი შევხვდებით დღეს რუსთაველზე დროებით.